დედაქალაქის მთავარ გამზირზე მიმდინარე აქციას დღესაც სულელობით მარშით უერთდებიან სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფების წარმომადგენლები. აქციის მონაწილეებთან ერთად ზურა პეტროსიანი იმყოფება და გვეტყვის რა მსვლელობები გაიმართა დღეს თბილისში, რომლებმაც საბოლოოდ დედაქალაქის მთავარ გამზირზე მოიყარა თავი. გესვით რომ სრულდება სახელმწიფო ჰიმნი, მოდით მოვისმინოთ და დაგებრუნდებით პირდაპირ ეთერში. მაშასე ჩვენ მოვისმინეთ სახელმწიფო ჰიმნი, რომელიც შესრულდა აქციის მონაწილეებსა და ასევე საქართველოს ესტრადის და ოპერის მომღერლების მიერ. ახლა ჩვენ ვისმენთ უკვე ევროკავშირის ჰიმნს, ამასაც შეასრულებენ მომღერლები აქციის მონაწილეებთან ერთად და მოდით ესეც მოვისმინოთ. მაშასე ჩვენ მოვისმინეთ ევროკავშირის ჰიმნით და ვაგრძელებთ რეპორტაჟს რუსთაველის გამზირიდან. მსვლელობა, რომელსაც თქვენ ახლა ადევნებთ თვალყურს, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზთან დაიწყო და საქართველოს ესტრადის თუ ოპერის თუ სხვა ჟანრის ყველა მომღერალი შემსრულებელი მელომანებთან ერთად ახლა იმყოფება აქ. ჩვენ გამოვიარეთ ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზი, როგორც გითხარით, შემდეგ უკვე იყო წუთიერი დუმილი პატივის მიგება გმირთა მოედანზე, გმირთა მემორიალთან და ამის შემდეგ უკვე ჩვენ მოვედით აქ პროტესტის მთავარ კერაში. უნდა ითქვას, რომ ზუსტად მაშინ, როდესაც დაიწყო აი ეს მსვლელობა, გაჟღერდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ოლიგარქი ივანიშვილი არის სანქცირებული და
აი ამას მომღერლებშიც მოყვა ძალიან დიდი ემოცია, რა თქმა უნდა, ქვეყნის პროტესტის 30-ე დღეს ის რომ აი ესეთ ერთობას ვხედავთ ყველა სფეროში, მიანიშნებს იმაზე, რომ რეალურად ქვეყანა არის გაერთიანებული თავარი მოთხოვნის ირგვლივ, რომ ქვეყანა სჭირდება ევროკავშირი და ეს არის ერთადერთი გზა, რომლისკენაც უნდა მიდიოდეს ხალხი და ამ ქვეყნის ხელისუფალი. მოდით ვნახოთ, რას ამბობენ ეს ადამიანები და დაგიბრუნდებით ისევ პირდაპირ ეთერში. ჩამოვედი სწორედ ჩემი კოლეგების მარშია და ჩვენი მსმენელების ერთობლივად და რაღაცნაირად ძალიან შინაურულად და ბედნიერად გრძნობ თავს, მაგრამ არ მავიწყდება ის მთავარი, რომ ამ მომენტში ჩემი მეგობრები და ჩვენი ახალგაზრდების ხედან საპყრობილეში და არიან რეჟიმის პატიმრები, ღირსების ხალხია და მთავარი არის, რომ ისინი ახალ წელს იყვნენ თავიანთ სახლში და ის რომ ჩვენ ქვეყანაში ცვლილებები მოხდება, ეს გარდაუვალია. ყველა ვერ მღერით, მაგრამ ყველა მღერით ჩვენს ეროვნულ ჰიმნს და ეს ერთობა გადაგვარჩენს და გაგვიყვანს იქ სადაც საჭიროა ევროპის გზაზე. ეხლა ჩამოვედი და იქედან ძალიან კარგად ჩანდა განწყობა ყველა იმ ადამიანების საზღვარგარეთ, არა ქართველების, ვინც გვერდში გვიდგას. აღფრთოვანებულია ჩვენი მედგრობით, ჩვენი სიმამაცით და გვერდში გვიდგას, იმიტომ რომ ძალიან კარგად იციან, რას ნიშნავს ევროპული ფასეულობები, რომელიც ქართულ ფასეულობებთან აბსოლუტურად გაიგივებული და ახლოს არის და ყველა გვიდგას გვერდში. ძალიან დიდი ნაწილი მსოფლიო მოსახლეობის გვიდგას გვერდში და იციან, რომ ეს ბრძოლა უნდა მივიტანოთ ბოლომდე. დღეს რომ აქ ყველა წარმომადგენელია ხელოვნების ყველა დარგის, აქ არის მუსიკოსები, აქ არიან მომღერლები, მოცეკვავეები, მსახიობები და მე ვთვლი რომ ხელოვანის აზრი ხანდახან შეუპრო ხმამაღალი იყოს ვიდრე პოლიტიკოსის აზრი და სიტყვა. იმიტომ რომ საქართველოა მაინც და ჩვენ რაღაც ხელოვანი ქვეყანა ვართ და დღეს მე ძალიან მიხარია ამდენ ნაცნობ სახეს ვხედავ, ამდენ ნიჭიერ ხალხს ვხედავ, რომელმაც თავისი აქ მოსვლით უნდა თქვან თავის სათქმელი, რომ ისინი თავისუფლებისთვის არიან, ევროპისკენ მიმავალი გზით უნდათ რომ იარონ. ეს იმ ადამიანების შეკრებაა დღეს, რომელიც მე ვთვლი რომ თავარი, როგორც აღნიშნე, წამყვანი ძალაა დღეს ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის და მნიშვნელოვან ამინს ქმნიან სწორედ ხელოვანები, ამაში დამერწმუნება ყველა, იმიტომ რომ სოფლიოს წამყვან სცენებზე სწორედ ის ქართველები არიან, რომლებიც უკვე უხვად არიან სოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, რომლებიც ჩვენს ქვეყანას საუკეთესო კუთხით წარადგენენ და საუკეთესო ელჩები არიან ჩვენი ქვეყნის. საბოლოო მიზანი ის არის, რასაც ყოველდღე ვხედავთ, რაც ყოველდღე გვესმის, არც ჩვენი დღევანდელი მსვლელობა არ არის განსხვავებული. ყველა ვითხოვთ ერთი და იგივეს, ხო? სანამ ახალი არჩევნები დაინიშნება ის ადამიანები რო გაათავისუფლონ, რაც შეიძლება მალე. იმ მსოფლიოს ნაწილი ვიყოთ, იმ ცივილიზებული დემოკრატიული მსოფლიოს ნაწილი გვინდა რომ ვიყოთ და ვფიქრობ რომ ყველანაირად ვართ, ამიტომ ვიმსახურებთ რომ ვიყოთ და ამ ხარდაჭერას რო ვგრძნობთ, ეს გვაძლიერებს, რა თქმა უნდა. ამიტომ არჩევანი ახლა არის სიბნელესა და სინათლეს შორის. განთავისუფლება ყველა მძევალი პატიმრები არ არიან, რომლებიც დაპატიმრებული დაკავებული ყავთ და ყველას დაიჯდა პლუს ვინც ამ ყველაფერში ვისი ხელით ურევია. რაც უფრო აი ეს ერთიანობა, როგორიც არის ეხლა და საერთოდ მთელი ეს დრო ეს აკეთებს იმას, რომ ნუ აი ძალიან ბოლო რაღაც აგონია აქვს პრინციპში. ვფიქრობ, რომ ის იდეა და ის განზრახვა, რომ ჩვენ გვინდა ევროპაში და ჩვენ ამისთვის არა მარტო ეს 35 წელი და არა მარტო საუკუნეებია, ხო ამას ამ იდეით ცხოვრობს ქართველი არის და ვარ ჩვენ რაღაც ამ იდენტობის ნაწილი. მე ვფიქრობ, რომ ამის გარეშე გარდაუვალი ჰაერები საჭირო ჩვენი ქვეყნისთვის. ვიყოთ ერთად, გავერთიანდეთ და გავაპროტესტოთ ის ნუ არ შეიძლება რომ ამ ქვეყანას 35 წელი რასაც ვაკეთებდით ჩვენ რომ ერთმა ადამიანმა თავისი ფინანსური სიხარბის გულისთვის გადაუაროს და ამის საშუალება ჩვენ არ მისცემთ. ჩვენ გვინდა ევროპაში
აი ასეთი არის ის ხმები, რომელიც დღეს ისმის რუსთაველის გამზირზე და აი ამ ხმებს კიდევ მოემატა, როგორც ვთქვით, მომღერლების, მათ შორის ოპერის მომღერლების სათქმელი და ყველა ეს ადამიანი ახლა იმყოფება რუსთაველის გამზირზე, სხვა შორის იგეგმება ცოტა ხანში ხაშვეთის წინ, მათ შორის რამდენიმე სიმღერის შესრულება, ანიტა რაჭველიშვილმა უნდა შეასრულოს, მაგალითად ერთ-ერთი არია, რაც შეეხება ზოგადად ვითარებას რუსთაველის გამზირზე, რა თქმა უნდა, დღეს სულ განსხვავებული მუხტი არის და განსხვავებული რეალობა, ვინაიდან ყველამ უკვე იცის იმ გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც მიიღო შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა, ის რომ რუსი ოლიგარქი ივანიშვილი სანქცირებული არის და დღეს აი ხალხში განსხვავებული განწყობა არის აქედან გამომდინარე, ვინაიდან 30 დღიანმა პროტესტმა ერთ-ერთი მთავარი შედეგი უკვე გამოიღო და აი ხვალიდან უკვე აღშეკლებელი საზოგადოება სულ სხვა რეალობას ეროლდება, სულ სხვა გადაწყვეტილებებს, მათ შორის უკვე ევროკავშირის მხრიდანაც და სანქციების სერიის გაგრძელებას ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომელსაც უკავშირდება დემოკრატიული უკუსვა ჩვენს ქვეყანაში და რა თქმა უნდა, ყველა ახალი არჩევნების, თავისუფალი არჩევნების მოლოდინშია და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებაც, რა თქმა უნდა, არის დღევანდელი საპროტესტო დღის ერთ-ერთი მთავარი სათქმელი.